მეშვიდე თავი იონეს სახარების. დადგა იესო, ანუ ნახეთ როგორი აქცენტებია, დადგა იესო, ანუ ნიშნავს რომ ყურადღება მიიქცია. დადგა და ყურადღება მიიქცია. და მერე ღაღატყო, ანუ ხმამაღლა დაიძახა. უკეთო ვისმეს წყუროდის, ნახეთ, უკეთო ვისმეს წყუროდის. ვისაც გწყურიათ, მოვედით ჩემდა და სუემდინ, ანუ მოდით ჩემთან და დალიეთ. უკეთო ვისმეს წყუროდის. და თუ ადამიანი ვერ მიხვდა, ხო, გასაგებია, ხო, წყალზე არ არის საუბარი და თუ ადამიანი ვერ მიხვდა, რაზე ლაპარაკობს? რაღაცა არც წყურია, არც შია, რა ვიცი. მოვედი, აბა რა ხდება? რელიგიური გზნობები როგორ არა მაქვს. უკეთო ვისმეს წყუროდის ხო გესმით რა არის? ვინც იტანჯება წყლის გარეშე. შეიძლება ასე ვთარგმნოთ. თუ ვინმე იტანჯება თქვენ შორის წყლის გარეშე, ჩემთან მოდი და დაგალევინებ. და ვკითხოთ ახლა საკუთარ თავს, ვინ ვიტანჯებით ხოლმე, როცა ქრისტეს გარეშე ვარ. უქრისტეობა არის ტანჯველი გზნობა და იმდანაც ტანჯველი, რომ წმინდა მამები ამბობენ, რა უნდა გავაკეთოთ მონაზვნებმა სენაკში რო ვიმყოფებით. და პასუხი რა არის? გვლოვარებდეთ უნდა. იმიტომ რომ უქრისტეოთ ვართ და ვიტანჯებით. ამას ამბობენ ძალიან დიდი მამები. როგორ განიცდიდნენ უღმრთობას, უქრისტეობას, მუდმივად რომ მასთან ყოფობის განცდა არ არის ისეთი ძლიერი, როგორი გამოცდილებაც მათ პერიოდულად ჰქონდათ ხოლმე. ეს არის ის, ვისაც შია და წყურია, ნეტარი ყვნემ შიარი და მწყურვალი სიმართლისათვის, ამე თუ იგინი განძღნენ და აი აქ მე ამბობს, ამიტომ აქედან გამომდინარე ამბობს და რომელსაც რწმენეს ჩემი დინარენი მუცლისა მისისგან დიოდიან წყლისა ცხოველის არის მუცლად იწოდება, ზოგს მუცლად ნაწლავები გონია მაინდამაინც. მუცლად იწოდება ადამიანის არსების შუა ნაწილი. ადამიანის არსების შიდა ნაწილი, ადამიანის არსების უფრო მეტად მისტიკური ნაწილი და ამიტომ მუცელი ამ შემთხვევაში არის სინონიმი გულისა. არც გულია ანატომიური გული და არც მუცელია ნაწლავები. ორივე სინონიმებია ადამიანის მისტიკურ სიღრმეს ნიშნავს. და ამბობდა ძველ აღთქმაშივე არისო ესო ნათქვამი, რომ ვისაც აქვს ცოცხალი რწმენა, მისი გული არის წყარო, ცოცხალი წყლის, მადლის წყაროა. და განმარტავს, რომ წყალზე რო არ არის საუბარი, კიდევ ერთხელ განმარტავს, ესა თქვა სულისა მისთვის, რომელი მიღებათ იყო მორწმუნეთა მათ მისამევად. ანუ ეს უფალი საუბრობს სულიწმინდა ღმერთისთვის, რომელიც ჯერ არა აქვთ მიღებული მორწმუნეებს, რომელიც მიღებათ იყო, უნდა მიეღოთ მორწმუნეებს.